I'm Luka. Engine starts. მივაყენო და გავყურას. Unboxing. აი ჩამოსხული კარები, მანქანა ხო დგას. ოპა! Короче, 25 черный девი, არა, იგარა. მოგესალმებით, მე ლაშა ღვალაძე ვარ. დღეს გაჩვენებ ჩვენ ახალ პროექტს. ნუ ამ შემთხვევაში ლუკას ახალი პროექტია, მაგრამ ჩვენ გადავიღეთ და ჩვენ შევეცდებით მოვიტანოთ თქვენამდე ეს ამბავი. ლუკა, მე მგონი ბევრმა ისიც მით უმეტეს ვინ შემიდევებს უყურებთ იმათმა. ლუკას წინა მოდელი ზუსტად იგივე ყავდა. უბრალოდ ის იყო წითელი, არ იყო გადაგული და არ იყო გამზადებული პროკლასისთვის. მანქანაზე რაღაცები დაამუღამა, ბევრი რამე ისწავლა და როგორც კუზავ, ესე რომ ვთქვათ, ვეღარ გაგვიძლო. შემოგვაკვდა ხელებში, ბევრი რაღაც ხონდა ძალიან უკვე დაზიანება და დეფექტები. ხო და გამოგვიჩნდა ეს ვარიანტი. ეს 46 ტექნიკურად არის პროკლასისთვის გამზადებული. პროკლასისთვის გამზადებული. აი სხვა რაღაცებით უკვე როგორიც არის სიტყვაზე ამ შემთხვევაში ძრავი არ ამგონია რომ პროკლასი ეყოს, ნუ გააჩნია რა გზა დაიდება. სიტყვაზე პატოგზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე შესაძლებელი რომ ეყოს, მაგრამ fastest drift-ზე და მსგავს ღონისძიებებზე არ ამგონია რომ ამ ძრავმა იაროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უსაფრთხოების დონით პროკლასისთვის გამზადებულია. ეს მანქანა ჩვეულებრივი 330 იყო, დაიჭრა ისე როგორც საჭიროა. გადუგული არის ჩამოტანილი დუგებით, ანუ ამ შემთხვევაში ჩამოტანილი დუგას რას ვეძახით, ეს დუგები მოდის გამზადებული, დაჭრილია ზომებზე უკვე და უბრალოდ დამონტაჟება და დასვარკებაა საჭირო, მეტი არაფერი. და ამასთანავე წონითაც იმ დუგასთან შედარებით და იმ მასალასთან შედარებით, რასაც საქართველოში ყიდულობთ ხოლმე, დაახლოებით 40 კილოთი მსუბუქია. რა თქმა უნდა დამონტაჟებული არის ომოლოგირებული ковში. დაყენდა დეშბორდი, დაყენდა ჩამთველი პანელები, აყენია Maxim Custom-ის angle kit-ი, ანუ ეყენა ჩვეულებრივი ჩვენი აწყობილი ესე რომ ვთქვათ. და წავიდა და ჩამოიტანა რუსეთში აკეთებენ ამ კუთხეს. Weissfab-ის წყალებში ანალოგია, ანუ მუშაობის პრინციპი იგივე აქვს და საკმაოდ კარგად მუშაობს. ოპა, ესეც Maxis კუთხე. ეხლა უნდა ეს ყველაფერი ჩამოვშალოთ და ავზბოროთ. ლუკას ერთი სული აქვს. просто დაისვრებაო და Ты что, что давай? მე შეფუთოთ. Как что уже გაი. და ავზბოროთ. მუშაობს და იმით არის კარგი კიდევ რომ ძალიან ისეთი ბიუჯეტური ვარიანტია, ანუ რაღაც რო გაგიფუჭდეს ან სიტყვაზე რაზვალნი ან ტიაგა, მოკლედ შეგიძლია რომ წახვიდე და ეს ჩვეულებრივი იყიდო და მოვარგო რა და დააყენო ჩვეულებრივი ცალკე გამოწერა არ გიწევს. Weissfab-ის შემთხვევაში გიწევს რომ გამოწერო და დაელოდო სანამ ჩამო ან კიდე დაიზაპასო ესე რომ ვთქვათ. უკანაც 330-ის მთლიანი სავალი ნაწილი აყენია თავის ხიდიანად. Продюдер. ეგ არა ჯოგო. აი, ამას მუსიკას დავადებ.
კაროკა ყენია, გადაცემათა კოლოფია ყენია 212 3.0 დიზელის, საკმაოდ დიდია იმ კაროკასთან შედარებით, რასაც ვაყენებთ ხოლმე. ამასთანავე აყენია 4 დირკიანი ელასტიური, ბევრად გამძლეა მოკლედ. ცეპლენია დააყენა ნასკარის, რამაც უკვე შეიწირა სხვათა შორის, კარდანის და ყუმბარების და ბევრი რაღაცეები და მაგასაც მიეხედება იმედია. A few moments later. ვერ ვარ გამოსული, ამი შეიძლება ეგრო რა. მოკლედ მარტო მე ხომ მშვიდობოდა ხოლმე რა ყველაფერი ჩამოვიდოდი სანამ შევიდოდი კარდანი ტყდებოდა სანამ შევიდოდი ცეპლენი ამძურებოდა და ეგეთ რაღაცები ლუკა მივიზე ნაკლები ვარო და შევიდე და პირველივე გაზმიცემაზე კარდანი გაწყვიტა ეხლა სხვა რა გზა აქვს მოხსნის წავიღებ თბილისში თავიდან გადავადუღებ და ჩამოვალ და მე იმედი გოქი ხვალე ჩამოვალ ანუ ხვალაც მოვდივარ ხო ხვალეს არა მოვდივარ საბა ალბათ ჩაარჩინ ხო ხვალე მე და საბა ლეჩხუმში მივდივარ მაგრეთ მეც წამოვალ ეჭმო კაროჩი მარტო დაქტორის ბიჭები აქედან ყველა მივდივარ ლეჩხუმში ვიდეოს ვინ აწყობს რა ლეჩხუმი გორუბერებს შენ რა შვები მალე იზავ დრიფტზე მაგვიანდება და ave maria ანუ კაროჩი ხა ხეროდინაშვილს ვეროდები ვაისფად უნდა გამოვწერო და ვერა და ვერ ჩამოვიდა რა ხერო მალეკენი რა ბიჭო რა მოკლედ მანქანა აიწყო დაიზბორა ვერია რა ჯანი არ ქონდა ინჟექტორი დატოვა ღია დროსელი იყო ცუდიო ისო ესო კაროჩი მე მგონი მოაჯანიანა თვითონ წერცის დააყერე ნასკარის ცეპლენია გუში გაკრასკა გაამზადა გაალამაზა ჩამოვეტრეგეს და ვერ ვიარეთ. გაწყდა კარდანი შუაში. ეხა კარდანს წავიღებთ, გადავაკერებთ, ხვალ ჩამოყვალთ. თავიდან დავაყენებ და იმედი გვაქვს რომ ივლისს. თუ გაიარა უკვე მე შეჯიბრისთვის მოვემზადებით რა და თან სართანა ჩამოვა თავის დიზელი ტყვალი და გაიკაიფება ლუკას. მე დასაბუთებელი მე არა მაქვს. დრიფტი მეც მინდა. მომენატრა. სერიალი მინდა. დევიყარე. რადიატორი გადატანილი არის უკან. ამ დეტალებს რაც ახლა გავიარე თან ნელა მაგ კადრებსაც რა თქმა უნდა ვნახავთ. ყველა დეტალი ვიზუალზე რაც აქ მანქანას არის ჩამოსხმული, აი. ეს კარები. აი ჩამოსხმული კარები, მანქანა ხო დგას. ოპა! ჩამოდი. ოპა! ჩამოდი. ოპა, ადიზები. ედა ტექნოლოგია, ადიზები ბიჭო. ოი, რა დღეშა. ოპა! მე მგონი მოწყდება, ეხლა დავკეტა ჯობია. ეს უკანა მხარე ჭერი
ესეც კაპოტი. უკვე დასრულებულ მანქანაზე რო გაჩვენოთ რა ხდება. ეხლა წუთას ვერ დავქოქავთ. არა, ჩაგახედებთ მაინც. აი ესე გამოიყურება. ეს ტრუბები გადის უკან, ჩვეულებრივი ატმოსფერული 5-დან 0, სადაც დევს რას პედალი, დევს ორმაგი პრუჟინა. გამშვებს არაფერი არა გადაკეთებული, შემშვების სტოკი აყენია. სხვა აქ არაფერი არ იყო საჭირო, რულავი ნასოსია გაუქმებული ძრავზე რაც დგას და აყენია ელექტრო. რავი, სხვა ისეთი არაფერია დატოვებული აქ, ვაკუუმ ბაჩოკი ვაკ ხოლო და ჭისი წელების მოტორჩი კი, რომელზეც ჭისი წელი არ აყენია. დუონიკი, თუ როგორ ქართულად როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ნაცრია. ხო, ცხვირი მოჭრილი არ არის, ქარხუნზეა ყველაფერი აწყობილი. აყენია რა თქმა უნდა რეგულირებადი პადვესკა, ამ შემთხვევაში ყველაფრის რეგულირება აქ ამ პადვესკას, როგორც სიმაღლე, CW, ასევე სირბილესი გრუბე. უკანაც ანალოგიურად არის გაკეთებული, გადაყვანილია ერთ პრუჟინაზე, ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ ქარხნულად აყენია ამორტიზატორი ცალკე, რომელსაც პრუჟინა არ აქვს და აყენია ცალკე გიტარა, რომელშიც ჯდება პრუჟინა და კუზავოსთან კავშირი ეს გაუქმებული გვაქვს. და აყენია მთლიანი ამორტიზატორი თავისი პრუჟინით. რა თქმა უნდა, ეს სირბილის სიგრუბის რეგულირებით არის. ფარების ელექტრობა გაყვანილია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით შეერთებული არ გვაქვს. მანჩა იქიდან მოვალ. ეს ჩვენი ჩამთველი პანელები, აქ გვაქვს OBD-ს შტეკერი, ანუ ნებისმიერი ძრავის დიაგნოსტიკა შეგვიძლია შევაერთოთ და ნახოთ რა ხდება, რაიმე ხარვეზი ხომ არ აქვს. აქ არის გასაღების ბუდე, ეს არის მასის გამთიში. რა ხდება? ეს აყენია ჩვეულებრივი შიფტერი, ანუ ამ შემთხვევაში ამ კარუკაზე შეგვიძლია დავაყენოთ BMS შიფტერი. ეს არის აი ამ ცოტა რთული მოსახსნელია, მაგრამ მოკლედ აქ არის მცველები და რელები, აი ამ ჩამთველი ბლოკის. ამაზე არის დასმული გაგრილება, ელექტროულავი და რას დეტალები დორნიკების მოტორჩიკი და ასე შემდეგ. რაც არის საჭირო. მოკლედ ძალიან ბევრი წვალი ვარჭიდება, ძალიან მარტივი დასყენებელი, უბრალოდ ცოტა არ იყოს ძვირიღის. ხო, ჩვეულებრივი Mercedes-ის სპიდომეტრი, მაჩვენებელი და ჩინური საჭირი. ხო, ომოლოგირებული რემნები, ომოლოგირებული სავარძელი. ეს ტრუბებია გაყვანილი და შეფუთულია. ეს ადგილი, ანუ სალონში არ უნდა ქონდეს კავშირი ტრუბებს, რაღაც რომ მოხდეს და გასკდეს, არ უნდა დაზიანდეს ფსხოლი. მაკულატურს კიდე ხუფი აქვს, რომელიც ჯერჯერობით დაფარებული არ გვაქვს. სხვა არც არაფერი არ არის საჭირო, სტანდარტული ჩვეულებრივი გიდრო, რომელიც მხოლოდ უკანაზეა დასმული, ანუ მუხრუჭის შემთხვევაში მხოლოდ წინ იჭერს და ეს მხოლოდ უკან. რავი, ეს არის მოკლედ ჩვენი ახალი მანქანა. ხარჯები რო დავთვალოთ, საკმაოდ ძირზეა წასული ეს მანქანა. ძალიან ესე მომიწევს, გრუბად მომიწევს სათვალა, მაგრამ ეს მანქანა დაახლოებით პლუს მინუს $10,000 უკვე ზის, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერული 5-დან 0 დევს. მაგის ცალკე დასვაც რა თქმა უნდა შეგვიძლია, 5-დან 0 ძრავი რო ვიყიდოთ, ეხლა შევიძინოთ $1,300 ჭირდება, იმ კარუკას რაც ჩვენ დავაყენეთ, რო ჩამოიტანო, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ძნელია მიშოვნა, დაახლოებით $500-600 ჭირდება. ცეპლენია რო დავაყენოთ, ის რაც ამაზე აყენია ნასკარი ჭირდება დაახლოებით $1,000. მოხოვის კუთხე რო ჩამოვიტანოთ, ჭირდება ამჟამად $600. უკანა ზბორისავალი ნაწილი თავის ხიდიან, აპორნებიან, სპორტებიან, ყველაფერიან აბსოლუტურად. ეხლა რო წავიდეთ და ვიყიდოთ სიტყვაზე დაშლილებში ჭირდება $200, მაგრამ მე ჩასაპრესია. ჩაპრესვაშიც გააჩნია რა მასალა შავპრესავს დაახლოებით $100-150 საანგარიშო. წინა უკანა დაკიდების სისტემა დაახლოებით $500. კარებები დაჯდა $1,000, ცხვირის ჩამოსხმა კრილოებიანად, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ კაპოს დაკრილოებს, იმიტომ რომ შიტოკი ჩამოსხმული არ არის. დაახლოებით $100 ეგჯდება და უკანა მხარეს ჯდება $700. $300 ჯდება უკანა შიტოკი. ეს არის დაახლოებით გრუბად რაც შეიძლება რომ დავთვალოთ. სალონის დეტალები უკვე ის ჩამთვალები დაახლოებით $150 ჯდება. ელექტრობას და რაღაცებს ჩვენ ხელით ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ თქვენ თუ წაიყვანთ გასამართად დაახლოებით $500-600 დაგიდებათ უბრალოდ ძრავი რო დაიქოქოს კუზავში. 5-5-ის რასპედლები რო იყიდოთ, დაახლოებით $300 ჭირდებათ, პრუჟინებსაც დაახლოებით $200 ჭირდება. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შემდეგ ჭირდება ერთმანეთთან, ესე ვთქვათ, შერწყმა, აზბორვა, აწყობა, მასალის ყიდვა, რადიატორები, რაღაც წვრილმანები და მოკლედ დაახლოებით რომ დაგითვალოთ, ეს მანქანა $10,000 ფარგლებში მერყეავს, პლუს მინუს არ დამითვლია ზუსტად და ვერ გეუბნებით. მაგრამ კარგი გამოვიდა, საკმაოდ კარგი სამართავია. იმედი მაქვს, რომ ისეთ გზებზე, სადაც დიდი ჯანი არ ესაჭირო, პროკლასის სხვა მანქანებსაც რაღაც წინააღმდეგობას გაუწევს. დანარჩენი ნახოთ ეხლა ლუკა როგორ ივლის, იმიტომ რომ ეხლა რა შეჯიბრების არის ჩანიშნული პროკლასის მონაწილეებს არ გვიშვებენ და პრო 2-ის მონაწილეებმა უნდა იარონ და
იმედი მაქვს რომ რავი ჩვენი ბიჭები კარგ შედგეზადებიან ამ შემთხვევაში ლუკაზე და გიორზე ვამბობ სართანიაზე რა ვნახოთ იმედია ივლიან რა ხო და ყოველ შემთხვევაში შეიძლება მეც ერთხელ გამოვიყენო ეს მანქანა პროკლაში ნახოთ რა სიძავს რა ხო და ჯერ არ ვცილოთ და ჩვენი მანქანების შესახებ კიდევ ცალკე მოგიყვებით მაგას იმიტომ რომ ძალიან დიდი ამბავია აგერ ჩამოსულები ვართ ხეროსთან ვაისფაფს ვიწერთ მოგლეთ ჩვენი არხის გამოწირა რა დავიწყდეთ გააქტიურეთ ძალისხილი კი რომ ნახოთ რას გიმზადებთ სამომავლოდ იმედი მაქვს რომ ყველაფერი დაგაინტერესებთ დროები მოგლეთ შეჯიბრის დღეა ჩამოვედით დავბოდიელობთ აგერ ლუკას ამაჯურებს ყიდის იაფში მოაგინეთ იაფად მოხდა სართან მოდი აქ დაშვება რას აპირებ არაფერს ამ შეჯიბრს გამოვტოვებ შემდეგ შეჯიბრებზე გამოვალ გადატენილი ყველებს თავი რაც არის ის შეგიძლიათ გადავუღოთ რომ გაღიმებული არის ეშველა უბედურს სართანიან ლეფტზე ჩათ აი არა რატო მოდი აგერ ერთად მოდი ერთად მოდი კინგი თუ GDS ორივე განსხვავებულია რა შენ რომელი გიჩვენე ეგ მითხარი თორე რომელი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ვერსად ვერ ვისიამოვნე ჯერ თქვენი გადამკიდე ანუ შემდეგი შეჯიბრება საერთოდ უნდა დამივიწყოთ მე ჩემთვის ვიქნები თქვენთვის მუსტაკი ჩავყავ და ზეგ ანუ დამანებოთ უნდა თავი ევაკუატორი ძმა რამე ძმა არა დახმარება ბაზარი არა მეცლება გეხმარებით თქვენი დახმარება არ მჭირდება აქედან მიდორთ არ ჭირდება ამას ჩვენი დახმარება ესე იგი ანუ თქვენი დახმარება არ მინდა კაი მადლობა რომ მე ხიდით GDS ბიჭო ორივე რა ეხა ვერ ვარჩევ ჯერ რა ალბათ გასვლის მოკლე და კონკრეტულად კაროჩე ჩემი მანქანას მაგრა გაუსწორდა GDS-ი ეხა იქენ რო გამააქანა ხო მაგარი იყო კი თუ GDS კაი ახალი მანქანა მოთხოვე კი მაშინ კაი ყოფილა კაი არ ხვალ მაი ავტოზიტივს გასაკეთე 15 იყიდება თუ გიდათ ბიჭებო 80 კვალიფიკაცია 10 დაგვიჯდა რა 15 შეჭი კაროჩე 25 ჩორნდევი არა ეგარა მოჭერი მოდი ეგ მოეცეგა კაროჩე 25 მწვანეს მოიტანთ ხო და აი იქ გალამაზებული დრიფტკარი როაყენია მოატრიალებ ბიჭო მე რას მიღებ ეგ შეჩემო ჯგუფში თორე ეხა ყველაზე ხარ კაროჩე ეგ არის გადი ბიჭო კაროჩე 25 კიდე კაი სამურავი კიდე და მოკეცი რა 25 მე 25 რომ მომწევ შეჩემო წავალე სამურავის ვიყიდი მოკლე და კონკრეტულად კაროჩე ის ვიღაცა სრიალებს იქა ხო და ჩემ მანქანას გადავუღე ძალიან ლამაზია ო სარშები პასებია შეჭი მოდი უკასრავად ბიჭობა თუ შეიძლება ინტერვიუ აი ეხა მითხარი რითი დადიხარ რა ძრავი გაქვს და რა გაკეთებული 36-ით 8-ვანოსიანი 3-დან-0-ით გაკეთებული არაფერი რა ვაფშე საერთოდ ძრავზე არაფერი კუთხე კი არა შენი აწყობილი თუ რამე ბრენდი სანდრო პოპხაძემ კი სამბა ძელკა ესე რო კაი ეხა მთავარი ინტრიგული კითხვა GDS თუ კინგი ეხა ორივე არ მინდა ძმა რომელი გირჩევნია კინგი აი 1-0 მაგრამ ლუკა რა თქო ვაფშე არ ვთქვია ხო არა ანუ კინგი სხვა თემას ჯობია რა არა შენ რომელი გირჩევნია ჯობია რა კინგი რა ოკეი კაი ელემენტარული ისა შურკა მაინც არ არის ო ეგაც არის მაგრამ პადოკი მაინც გირჩევნია სორი მაინც არის კობსო ჩემ საყვარელ მოდელზე მითხარი ეხლა და შენ მანქანაზე რამე რა არის როგორ არის რა გაკეთებული 34 არის 5-დან-0 სვაპი ხარხნული არის ძრავი პროსტა კოლექტორები არის შეცვლილი და ესა დროსელი ოკეი 34-ის თავარი პრობლემა წინა მხარე მე რო დამტანჯა 2 წელი აი ბაქ პროცესში ვართ ეხლა როლი გვიჭედავს ხო შენ გიყენია კვადროს სისტემა ახალია ხო ჩემი არ გადაწყობილი ტრავერსი ამ თქვიან ვაფშე ყველაფერი რა კვადროს ტრავერსი მიყენია მე ხო სპეისერი ტრავერსი არის E46-ის გავსი რა ხო მაგარჯანზეა კაია მოვიწონა წარმატებით ეხა მთავარი ინტრიგული კითხვა კინგი თუ GDS რომელი ჯობი არა რომელი გირჩევნია ორივე კაია რა აი ეგაც ორივე ჯერჯერობით საფავ გამოყავარდა თავი კინგი ადამიანი ოკეი წარმატებით ლო აი ხა ვიზეთ პოპხაძე უეჭველი კინგი სიტყვის ეხა რა აზრია არა მაგის აზრია რა ეგ ლიჟბიატარი ხო მოდი აქ ალტეზა მაცალე ჯერ შემანქანაზე მითხარი მოიც ბარი გამოვაჩინო აქეთ ხარი გამოვაჩინე რატო? იქ ხარი მოდი
მოდი. მოდი. ერთერთი ალტეზა, ერთერთი სოროკი, რაც შემორჩა საქართველოში დრიფტქარი ვაფშე. ეს ცალკე გადავიღოთ მე. კაი, ეხლა ამახაზე მითხარი თუ ორი სიტყვა, მე ცალკე გადავიღე. რა გაინტერესებს შენ ეგ მითხარე? კუთხე რა გიყენია, ძრავი რატო ჩადე სოროკი? და ვაფშე ალტეზას გა რა გინდოდა? სოროკი იმიტომ ჩავდეთ რომ ვაფშე არავის არ აქვს ჩადებული, ეგ ერთი. ერთ აწილს მოილიეს და მაგიტო. თავარი ის რაც არის რომ ძალიან მაგარი ძრავია და ვიცი არ დამეთანხმე, მაგრამ ამაზე მე არა, გეთანხმები, როცა სტუგზე არ არის კაია. რამე ხიმში რაღაცა რომ მომიწიოს და კუთხე აყენია ადაპტერები და დანარჩენი ჩვენი აწყობილია გიტარები რა. ოკეი. ჯანზე არ დადის. ჯანზე არ დადის. აი. GDS თუ კინგი. რომელი გიჩვენი? ერთი GDS-ი არა, ეს GDL. GDL-იო. ჩვენთვის GDS-ის პროორია ძმა. GDL-ი. გაზგის და. ჯერ პირველი შეჯიბრია და ვერ გეტყვი. მაგას კი აგიკითხარი ვერ შევაფასებ. სეზონის ბოლოსაც გითხავთ იგივეს ძმა, რა პრობლემაა? სეზონის გეტყვით მოიწევ. კაი. ერთი კითხვა მეც რომ შენ. გამოდი. შენ რა გინდა? მე რა მინდა? ხო. მე მინდა ან რომელი გირჩენი არც აქ ხარ არც იქ ხარ და წასვლა მინდა ძმა, დრის მასტერზე მინდა, აღარ მინდა. აი ხავარ უკვე ხო ხდები რა. ზევით ვარ. დაუ დავაი რა. ეს გავალამაზეთ კიდე რა, შენ არის ხავ, ხო? ვის დაასხდი? ეს რა არის, შეჩემა უკან. ბაგრაშკი ვერ გაგიცალა? კარგია. ცუდად ალაგებენ ხოლმე თორე. შენ რა შუაში ხარ? სანდრიკ. ბარო. გავახ. აი, ახალ ძრავზე მითხარი, როგორია? ევასამეტი? ო, სულ ვაგინებდი 3 წელი. ბიჭო, როგორც ასე დამჯერი ძრავი არის. ო. და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს შეჯიბრებებზე. თუმცა აქვს ძალიან დიდი უარყოფითი მხარეები. მაგალითად, პერეგლატკას რა ქვია? გადაწყობა? ხო, გადაწყობა. პერეგლატკა გადაწყობები აქვს საზიზღარი, საშინელი, აუტანელი, აი რგული სამრეები. ანუ რაც არ უნდა საადო კლაჩი, ჰენდრეიკი, აი აზრი არა. ანუ იმენა, არზე ვენოკია მაქვს საკითხი. თორე სტარტში ნებისმიერ 6 წლიდანს ვაჯობებ, აშკარებაში ნებისმიერ 6 წლიდანს ვაჯობებ და ზონდა გამოსვლას და ზონაზე ხო ლაპარაკი ძალიან მეტია. აი ეგრც რო დაემატოს ამ დრავს. რამენერად დარეგულირდეს ეგ. მე რო უკვე ძალიან მაგარი ძრავი ცოტა რთული ამბავი ამ ძრავისთვის, მაგრამ ხო. შესაბამისად, მაინც ნორმ რა, ანუ ცუდი არ არის. 6 წლიდანს მე ამ ეტაპზე ჯერჯერობით მირჩევნია. მაგრამ პოტენციალი გაქვს რა მე რო დაგჭირდეს. პოტენციალი აქვს, კი, ანუ დუგები და კომპრესორი. არა, მაგას არასოდეს არ ჩვენ არ ვიცოდი რა უნდა გავაკეთებინე, ეხლა ხო ვიცი. შენი გამოცდილება გაუნდერე, მე მაგაზე სურვილი არ მაქვს რომ გავაკეთო ლაში. მეც ატმოჩავდი ხო ბოლოს მაინც. კაი, ინტეგრალური კითხვა. ინტეგრალური კითხვა. GDS თუ კინგი? ორივეზე ვივლი, არც არ დავაკეთინებ. ხა ზოგი ხუმურით იყო ზოგი იმით, მაგრამ ორივეს ვივლი რა. იმიტომ რომ ორივეში განვითარებას მივიღებ და ორივეში წინ წავალთ რა. ანუ ერთ ადგილზე არ დავიტკეპნებით მაინც და X-ად დიდ პატივს ვცემ და GDS-ად. მაგრამ არჩევით წინაშე ჩავმაკენო მაინც ამ ეტაპზე. იქ უფრო დიდი კონკურენცია და იქ უფრო დიდი გასაქანი გვაქვს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დავიხოცოთ და განვითარდეთ ვიდრე აქ რა. ეგაა თორე. მამით ბართალი. დანარჩენი მაგრამ სეზონის ბოლოსაც კითხავ. ხო. სეზონის ბოლოსაც კითხავ იგივეს. სეზონის ბოლოსაც ვკითხავ იგივეს? ხო, ანუ ყველაზე მთავარი მუღამი რაც არის აქ ამ შეჯიბრში რა, არის გასვლითი ეტაპები რა. და პრო რო არ დადის კიდე ეგ? მაგაში არ მოყვები. რატო? იმიტომ რომ გუში მაგაზე პოს აიმდენ ხალხში აღარ ვთქვი რა. პრო რო არ დადის. მაგალითად ძალიან ცოტა არის ისეთი კარგი მრბოლელი რომ რომელთანაც შეგიძლია რომ მაქსიმალურად დაიხოცო და იმის შესაბამისად რაღაცა იმან რაც სიტყვაზე ხალები რა გაჭამა ლაფატკით რა. ეგ რო დაამუღამო რა. პროები რო დადიან იქ. იქ იმდენ რაღაცა ვსწავლობ მე აქ რაცა უნდა გამიკეთოს ასე თქო მოყოლა მრბოლელმა. მე იმას არ შევიჯამ და არ ჩოყოლაბო. იმიტომ რომ იქ ვარ უკვე დახვეწილი. მე მივესალმები, პროებიც გადმოვიდნენ, შემოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. აი იქ იყო ჩვენთან ერთად. შენ გაქვს დიდი გამოცდილება. საიდან გამომდინარე მაგ გამოცდილება მე? ხო, მაგრამ რაღაციდან ხო დააგროვე რა და სხვა რომ და რაღაცა დააგროვე, ავიღე ხელფას წავიდე, ცობრები ვიყიდე, მოვედი ტრეკზე, ვივარჯიშე, წავედი ისე ხელფას ავიღე, მოვედი ტრეკზე. თუ გინდა რომ განვითარდე და თუ გინდა რომ ივარჯიშო, it's your problem bro. იმას შეგიძლია. ხო და ანუ ეგ არის რა, თუ გინდა რომ განვითარდე სპორტში რაღაცა წინსვლას მიაღწიო, ელემენტარული უნდა გაიჭირო ახლა რავი მე მიჩვენე საჭველი ავჭამო და საბურავი ვიყიდო და ტრეკზე განვითარდე და ვივარჯიშო რა. აი მაგალითად როგორც არის ჭეიშვილი ნოდარასთან ერთად მაგ იმდენი ნავარჩები და ისე სიამონები და მაგაც ერთად ვარჯიში რავი რა. ყოდუა? ხო, ნოდოსთან აი გიორგის მაგანით გამოდიოდა. აი მაგან ძალიან ბევრი რამე მასწავლა. აგე შალიკა დადიოდა ჩვენთან ერთად.
კიდე ვინ დადის პროებიდან ჩვენთან? ეულუდი. ხო, ანუ ეგ ხო, ანუ მაგას ეხა მე არ ვიძახი რომ გაზე პრეტენზია არა. იგივე დონის მანქანით რატო არა? ეხა MA13-ით მე რო ვარ, ეხა მოვიდეს ის MA13-ით, ნუ მოვა LS-ით და JZ-ით 1100-ით ცხენით. ნახე განვითარებისთვის კაია, მაგრამ ზოგადად რა, ჩემთვის ეხა მაგალითად ჩაგვრელია? არა, ჩაგვრელი არ ვიძახი. პოდიუმს რა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 1-2 იძახდა ხოლმე, რომ შედეგიო, ანუ იმით განისაზღვრება პოდიუმი გაგთვალო და ეგრე არ არის რა. ძალიან ბევრი ადამიანი ესეთი, ვინც მაღალ დონეზე დადის, მაგრამ შეიძლება პოდიუმი არ ქონდეს. ანუ შედეგის ხრი ვინც უყურებს, ეგეთ კომანდასთან რო დადიხარ რა, შეიძლება ის პოდიუმზე ვერ ახვიდე, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ხარ რაღაცა ანდრო იძახის რა. ხო, არა. გამოცდილებისთვის ბაზარი არა ძალიან მაგარია, მაგრამ ვინც შედეგზე იყურება რა, აი კინგზე ბოლო 3 წელია პოდიუმზე ერთ და იგივე კომანდა ტრიალებს. და ზოგისთვის მოსაბეზრებელია. ჩემთვის ანუ ვიდეოს გადაღებას აღარ აქვს ხოლმე აზრი, იმიტომ რომ სულ ყველა ვიცის რომ პირველი, მეორე, მესამე ადგილი, აი 90% ერთ იგივე კომანდაა რა და მოსაბეზრებელია. არა, მაგ საკითხში გეთახმები, მაგრამ ნახე რა არის, ეხა შენ კი კარგად იცი 2021-ში დავიწყე შეჯიბრებებზე ყველა ხო არ მალაპარაკები, ხო იწერს კაცო. 2021-ში დავიწყე შეჯიბრებზე სიავლით, გახსოვს პირველად გამოვიდა დუგაზე რა, 2021-ში. ხულიგან კი დვაინოლის. 14-ებზე, 1-14-ზე, მას 3-ზე გადაბერილებით. ანუ ნახე 1 წელი, 2 წელი და მესამე წელს მივახცე იმას, რომ პირველად შევეხე პოდიუმს რა. ანუ მაგის თქვა მინდა რომ ვინც დამწყებია და ეგეთ გამოცდილება არ აქვს. პირდაპირ პოდიუმს ნუ მიზნებენ, ანუ ეგრე მარტივი არა, მოდი რა, ვივარჯი მოვიკე, ეგრე არ არის რა. შენ რო დაიწყე სიარული, ამათაც ემახსოვრებათ რა, მეც ბევრი მაქვს ნათქვამი. საერთოდ არ გისურვებდი თავიდან, მაგრამ ნათქვამი მაქვს, როგორც კი შენ რო დაიწყე, ეგრე ვთქვი, რომ მაგარი ნიჭერი ხარ მეთქი რა. ამათვისაც მაქვს ნათქვამი. ეხა ნახე რა ხდება. შენ ნიჭიც ხონდა და შენ ხო იზა დვაინოლი ხულიან კიდე და მოხოდი აქამდე რა. ბევრს ნიჭი არ აქვს, მაგრამ ფული აქვს და მაგით მიდის წინ რა. ხო და რაღაცა ორივე როცა კაია, ბაზარი არ არის, მაგრამ ბევრი არის ისეთი, არ შეიძლება გამომდინარე, მოდი ვიდეოში ვიტყვი, რომ ვეძებ სპონსორებს და დიდი სიამოვნებით მივიღებთ დაფინანსებას, რატო არა, ახლა ნიჭი გვაქვს და საბურავის და ფულიც რო კონდეს, ბევრად დავიხოცებით და გავითარდებით. ეგ რა თქმა უნდა, მაგრად ვიჭვერავეთ, ხო? ხო არა. თავარი პერსონაჟი რომ მოდის ნახე. იმენა დიზელა და ბენზინა. აჭარდა გირებო. აჭარდა. შესაძლოა ესეც კიდე ერთი ფულო და ბოლო ასე ვთქვათ, მერმე წვილი. ეს არის კობა ვეკუა საფა გიორგაძე. რა შეიძლება ეხა don't make love to the game, bruh. Fuck the game up. Change up, rearrange stuff to your greatness. Famous for the way up. Play the game, bruh. Never stop, I'll get it if I want it. Gotta make to myself a promise. I won't quit, keep going till I got it. I won't give up till I'm on top, yeah. You know I'm always honest. There ain't no way I'm never stopping. I won't quit, keep going till I got it. I won't give up till I'm on top. I'm always looking with pain. She like to hurt me and maim. I'm always working to change, but she's still lurking the same. I keep on building a dynasty while the haters be trying me, but they hate from inside. You see, hate themselves in society, so I let them speak quietly while my actions speak quietly. See, they be hiding in privacy with the screen. Oh, the irony to hate someone who's trying to be whatever they would like to be. We all feel the anxiety. We make our own rivalries. Yo, so where is all the positivity? I feel like we all just hate on everything. It's killing me. Thoughts build quick, causing different possibilities. Negative thoughts will cause different disabilities. Hello, boss.
I'm Luka. Engine start. დეგენა. წყვილს ნოს. Engine კაპ. 80 ლარი მივეცი სლიკებში. Короче, აქ მაგარით რახია. ხო და. რა მოხდა დღეს? ლუკა ტოპ-6-დან გამოვარდა. სართანიამ საერთოდ არის არა. მანქანას ქონდა პრობლემა. ალტიზა ტოპ-16-დან გამოვარდა, დატრიალდა, ლუკას დაუსნოსა. ესენი ხა იჩხუბებენ. მან ვიყავით მოკლედ რა, არაფერი დღეს არ გამოვიდა. მე არ დავდიოდი, არც გამომიშვებეს, ურო ძალიან მიძვეს მანქანა მყავდეს. წავედ ხეთ დავეშვი თბილისში, შემდეგი შეჯიბრი არის 6-ში და მე უკვე პროკლასია 12 რიცხვში და იმ შეჯიბრებისთვის გავამზადებით რა. არხი გამოიწერეთ, ზარიას ღილა გააქტიურეთ. დაგველოდეთ, საკმაოდ საინტერესო ვიდეოებს ნახავთ. ყოველ შემთხვევაში მიდი გვაქვს. იმის იმედის გვაქვს, როდესაც მე პოდიუმზე ავალთ რომელიმე, მაგრამ ჯეჯურებთ არაფერი არ გამოდის ძმაო. წავედით დროებით და subscribe-ით.